უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კანონის გაუქმებას თხოვს. ამ წინადადებით ავთანდილ ბერიძემ ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფს მიმართა. მისი განცხადებით იმისათვის, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ მიფუნქციონიროს, საკმარისია აჭარის კონსტიტუცია, რომელიც მიიღო უმაღლესმა საბჭომ და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უმაღლეს საბჭოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა გააკეთა. საქმე გვაქვს სამართლებრივ კაზუსთან. ერთის მხრივ ჩვენ უმაღლეს საბჭოს შეგვიძლია ინიციატივა შევიწავნოთ აჭარის კონსტიტუციაში, თორემ მიიღოთ ახალი კონსტიტუცია აჭარის. ამასთანავე ჩვენ არა გვაქვს ინიციირების უფლებაც კი ცვლილებების საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის შემადგენელი ნაწილია კანონი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ. ამიტომ სამართლებრივი ნონსენსი არის. ჩვენ თავაზობთ პარლამენტს ორ გამოსავალს. ერთი რომ გაუქმდეს ეს კანონი სტატუსის შესახებ და მეორე ან მოგვეცეს უმაღლეს საბჭოს უფლება ცვლილების ინიციირების საქართველოს კონსტიტუციაში. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მათი თქმით, სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის გამოც მთიდან ლოდები ცვივა. ადგილობრივები დაუყოვნებლივ გასახლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ამ დრომდე ღამის გათევა ნათესავებთან უწევთ. ეს ნაპრალები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში რამდენი